ცდებით. დაახლოებით 9 საათში დაიწყება თამაში. ისტორიული თამაშია. თუ სლოვანის ბარიერს გადალახავს იბერია, საქართველოს 14 ჩემპიონი. მაშინ 2004 წლის შემდეგ პირველად ქართული გუნდი იასპარეზებს ევროტურნირზე. ფულადი ჯილდოც არის დაწესებული 1 მილიონი ლარი. ამ ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კლუბის მფლობელმა დააწესა ამ მნიშვნელოვანი თამაშის დაწყებამდე დარჩა დაახლოებით 20 წუთი. საკმაოდ შემტევი შემადგენლობითაა ქართული გუნდი გამოსული მოედანზე. შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას ქართველი ტალანტი ანდრია ბარტიშვილი, რომელიც ჯერჯერობით არის 17 წლის და მის მიმართ ინტერესს იჩენენ ინგლისური გრანდები, როგორიცაა არსენალი, ლივერპული და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რაც შეეხება მოწინააღმდეგე გუნდს, სლოვანის მთავარი მწვრთნელი არის იაია ტურე და ვინც ფეხბურთში არის ჩახედილი, ეს სახელი მისთვის ცნობილია. სამწუხაროდ ქართულ სტადიონებზე შეხვედრის წინ ისეთ სიმღერებს ვასმენინებენ ხოლმე, რომ ტვინის გამაბრუებელი კი არის ხოლმე. ამ სიმღერებს ნამდვილად ჯობდა თუნდაც ქართული სიმღერების გაშვება, განწყობას ნამდვილად აამაღლებდა წარმატებები იბერიას. აი იაია ტურე. თოთ მივესალმოთ იბერია 1999-ისა და სლოვან ბრატისლავას გუნდებს. იწყებენ თეთრები და იგებენ. იმედია ეს ცნობილი გამოთქმა მატჩის შემდეგ დასრულდება. იწყებს იბერია. მატჩის პირველი ნახევარი დასრულდა სლოვანის სასარგებლო თანგარიშით 2-0. იყო მომენტები, სადაც საჯის მიკერძოებაზე შეიძლება საუბარი. ერთ მომენტში, როცა ქართველი საჯარიმოში ურტყამდა კარისკენ, გუნდს გადაეფარა. მე ვფიქრობ, რომ უეჭველად გოლი იყო. დამატებითი მე-6 წუთი წამოიწურა, დასრულდა შეხვედრა ანგარიშით 2-0 სლოვანის სასარგებლოდ. რომ გითხრათ, რომ სლოვანი რაღაცა გრანდია და თავი გამოიჩინა მოედანზე, არა. შემდეგი შეხვედრა მერგვერაში გაიმართება სლოვაკეთში და იმედია იქ სანახაობრივ თამაშს მაინც შემოგთავაზებს იბერია. წარმატებები ქართულ ფეხბურთს და ზოგადად საქართველოს. სულ დამავიწყდა, მადლობა გულშემატკივარს. საკმაოდ დიდი რაოდენობით იყო ეს სტადიონზე მოსული. თუ ამ ეტაპს ვერ გადალახავს, შემდეგ ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს იბერია და იმედია იქ წარმატებას მიაღწევს და 2004 წლის შემდეგ პირველად მოხვდება ქართული გუნდი ევროტურნირზე.